მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი YouTube ვიდეოა, რომელშიც გადავწყვიტე, რომ თავი დაგამახსოვროთ დესერტით, ტკბილი ფუმფულა დესერტით, რომელიც არის საშემოდგომო და ეს დესერტი არის დარიჩინის ფუნთუშები, ამიტომ დავიწყოთ ერთად. მე რატო ნერვიულობ, არ ვიცი. მოკლედ, აქ არის ჩემი ინგრედიენტები, ახლა ჩამოგითვლით და დავიწყოთ. ცოტა უკან წავალ და დავიწყოთ. ესე იგი, დაგჭირდება ფქვილი, რძე, ასევე დაგჭირდება ცოტაოდენი შაქარი, ახლა ცოტა ჩავიჭეჭები. კარაქი, რომელიც გამოვიყენე, მაგრამ სულ ეს მჭირდება, ეს რაოდენობა. გამოფხვირებელსაც ვიყენებ მე, რომ უფრო ფუმფულა გამოვიდეს, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ფუმფულა დესერტები. კრემყველი, ვანილი, ამას, დროჟი, არა, საფუარი ბოდიში. და დარიჩინი. მოკლედ ეს ჯამი არ მეყოფა, ამიტომ ავიღებ დიდ ჯამს და იმაში გადავიტან ყველაფერს. მოკლედ აქ მაქვს მე ჩემი რეცეპტი. დაგჭირდება ასევე წყალი და რძე, ორივე ერთად უნდა გამოვიყენოთ. შევათბოთ პირველ რიგში. ეს გჭირდება სავსე. წავა ეს მიკროტალღუმელში. ცუცი რო გავათბოთ. ქვილი დაგჭირდება 3 ჭიქა და ნახევარი, დავყარე. შემთბარი რძე დავუმატოთ ფქვილიან მასაში, რომელშიც უკვე ჩავყარე საფუარი და ასევე დაგჭირდება ცოტაოდენი მარილი და შაქარი. თვალის სომით. საკმარისია. ხელის გულზე მაქვს ეს მარილი და ესე იმედი მაქვს პური არ გამომივა. ჩავასხათ ახლა რძე. ასევე დაგჭირდება წყალი. ესეც დაახლოებით ამ რაოდენობის, ცოტა ნაკლები, რომ რძის გემო უფრო იგრძნობოდეს. დაგჭირდება ასევე ვანილი, მე ყოველთვის ვიყენებ ყველაფერში ვანილს. გულსარჩიც გამოვიყენებ და ასევე დაგჭირდება ეს დამავიწყდა რომ გამიკეთებინა. ეს არის გამოფხვირებელი. ვაიმე, როგორ გაფუშფუშდა. სანახაობრივად დიდად არ არის ლამაზი, მაგრამ გაფუმფულდა. ჩემი სუფთა ხელით. და ჭირდება კარგად მოზელა. შემდეგ დავუმატებ გამყნარ კარაქს, ჯერ ეს მივიყვანო ერთ კონსისტენციამდე. მოკლედ დაახლოებით ესეთი არის ყავისფერი დარიჩინის ფუნთუშები. ახლა მოვჭრი კარაქს, რომ გავადნოთ ეს მასაში. გავადნე და ახლა ჩავუშვათ, მეტი არ გავიწუწე. და ისევ მოვურიოთ. ასე გამოვიყურებით, მე და ჩემი ძამი. ესეთი არავის გაუკეთებია ჩემი აზრით და ხო უნდა ვუცადოთ. იმიტომ ნახოთ რა გამოვა. ახლა დავაფარებ ამას, შევფუთავ. ამასობაში ესენეს წინავს მაგით ვიღებ ამ ვიდეოს, ამასობაში ეს ამოვა და ვნახოთ რა გამოვა. ჩვენ მოვამზადოთ ახლა გულსართი, რაც უნდა წავუსვოთ ამ ცომს. დაგჭირდება დარიჩინი, შაქარი და ფქვილი. ჩავყრი ჭიქაში. საკმარისია ჩემი აზრით. ახლა დავუმატოთ ფქვილი. ფქვილი 1 კოვზი დაგჭირდება. ესე. და ასევე დარიჩინი, ეს დაგჭირდება 2 კოვზი. მაგრამ რადგან ცოტას ვაკეთებ, ფიქრობ რომ 1 ან ნახევარი, 1 ნახევარი უკნა. ეს ნახევარი. ესე გამოიყურება. ხამოურიოთ. ამასობაში მე სანამ ამას მოვამზადებდი, იქამდე ცოტა გავადნე კარაქი და დავუმატე რძე და ვნახოთ რა გამოვა. ეს ჩემი პირველი ვიდეოა, კამერასთანაც პირველად ვარ ამ კამერასთან და მიკროფონიც პირველად მაქვს, მოკლედ მეპატიები ჩემი აზრით. კაი, ეს მზად არის. ეხლა დაგჭირდება ყველი,
ამ ყველის მასაში გავუკეთებ ვანილს ასევე. აი ესე გამოიყურება თუ ჩანს, არ ჩანს, მაგრამ მოკლედ რო უწევ იკარგება. კარაქის დარძის მასალაში ჩავუმატებ კრემ ყველს. და ჩავდოთ აქ. ისე. აბულიოთ. აი ესეთი მასა მივიღეთ და ამაში უნდა გავუკეთოთ წესით შაქრის პუდრა, მაგრამ მე გავუკეთებ მხოლოდ ვანილს, ესეთ ვანილს. და ასევე მოვასხავ აი ამ კარამელს, ორივე ერთად მოკლედ იქნება ისეთი საშუალო სითბოსი და მგონი არ იქნება ურიგო. დავამატოთ. და მოვუყიოთ. ახლა შევამოწმე და ცოტა ამოფუმფულდა, ამიტომ კიდევ ვაცდი და იქამდე გავშალოთ ეს. და აი ამაზე გავაკეთებთ ჩვენი ქსოვი. რომელი ფული შევდამჭირდა, რომელი შემეხება. ესე. მოკლედ გამოვიყე ეს ჩემი საყვარელი ფორმა, რომელშიც უნდა მოვათავსო ეს პერგამენტის ქაღალდი. ახლა დავჭმუჭნი. ეს ხავდება. ეს ყოლა მარტივი ზამთრად ისვალოს დაჭრით. ისე. ეხლა ამას შევინახავ. გადავდეთ ძირზე და გაჩვენებთ ჩემ ცოტათი ამოფუებულ ცომს. რომელიც არის თხელი. და მაგით არ მოვიდა სავარაუდოდ. ეს ცოტა ხელით. ოშის მამა მიზახის. ესე, კონდიორია, რა უშოს. ეს გადავხვიოთ. ესე. მე ძალიან ფაფუკია, უნდა და კაი გამოვიდეს რა. და ჩავაბრძანოთ როგორმე. ზრ მოვაყიდო. ან კაი იდეა, იდეა აძლევს. ეს ერთი. ასე გვაშინო. წამოდი, გამაკეთებინე დარიჩინის როლები. შემდეგი აი ეს. ერთი ხელით გავყრელებ. ესე. ახლა ეს მოვაყაროთ. გადავაბრძანოთ. შევავსე კონტეინერი მოკლედ რაც არის. და ეხლა მინდა რომ გავაკეთო ზემოდან ლამაზად. რა? მე ვერ გავიგე შენ რა თქვი? მოდი ჩემთან ახლოს რა, მოდი. ესე. ესე. ხოდა ზემოდან რომ ლამაზები გამოგვივიდეს, ამისათვის საჭიროა რომ დავჭრათ. ესე. ჩავდეთ მოკლედ. კარგად ხანი გავიდა. გავაკეთე spicy latte, გოგრის pumpkin spicy latte გავაკეთე მოკლედ ნუშის რძით. გავაკეთე. რომელიც თუხთუხებს და იმედია გამოცხვა. და სანამ გათბება მოკლედ და შეთბება წავსვამ კრემ ყველს. ასე გამოიყურება მაცივარში მედო. ცოტა გამაგრდა და ეხლა წავუსვამ და გაჩვენებთ როგორ იქნება საბოლოოდ და გავჭრით თქვენთან ერთად.